მოკლედ, აგარაგზე წავედით. ხუთშაბათი იყო, პირველი საათი. მე და დემე უსაქმურად ვიყავით. როდესაც დემეს გოგოებმა დაურეკეს. მე და დემეს გაგვისწორდა. ჩავალაგეთ ერთი ჩემოდანი, მეორე. ჩავსხედით მანქანაში და გზას გავუყევით. გავიარეთ 10 კილომეტრი, 20, 30. დემემ სიგარეტს გაუკიდა. დაიფიცა რომ ბოლო ღერია და მუსიკა ჩართო. დემეს არასდროს ჰქონდა კარგი გემოვნება მუსიკაში. გოგოებმა დემეს მიწერეს სათხართო. მოტივაციისთვის სურათის გამოგვიგზავნეს. შემდეგ დემემ თქვა რომ მანქანა გამეჩერებინა. მე მეზარებოდა. დემემ ბოთლი გადმოიღო. მივხვდი რასაც აპირებდა და გავაჩერა. დემე ტყეში შევიდა ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და გაიგო რომ დათვები მხოლოდ ზოოპარკში არ ბინადრობენ. ერთ-ერთ გადასახლებთან დემემ GPS-ი ჩართო. მოკლე გზით წაგიყვანა. მეც დაუჯერა. გაუხვია მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ. შემდეგ ისევ მარცხნივ. რამდენიმე წუთში დემე მიხვდა რომ იტალიის რუკას ვკარნახობდა და უკან მოგვიწია დაბრუნება. რამდენიმე კილომეტრში მანქანა ნელ-ნელა გაჩერდა. დემემ თქვა მე მივხედაო. მომენტი იპოვა და პროფესორობა დაიწყო. შემოწმა ერთი ნაწილი, მეორე, მესამე. ვერაფერი გაუგო და სიგარეტს გაუკიდა. შემდეგ მოხსნა მანქანის დინამო, თერმოსტატი და რადიატორის შლანგი. სტაჟიანი ხელოსანივით დამაბარა კულჩი მჭირდებაო. მანქანისკენ წავედი, დავიწყე კულჩის ძებნა. როდესაც შევამჩნიე რომ მანქანაში საწვავი აღარ იყო. ბიჭო, ეს ნაწილი სადეკეთა ხო არ გახსოვს? მოკლედ, აგარაგზე წავედით. მოკლედ, რაღაც მოვწიო. კვირა იყო, 8 საათი. მარე რომანტიულ ახშამზე დავპატიჟე. 15 წუთში უნდა მოსულიყო. ცოტას ნერვიულობდი. დემე როგორც ყოველთვის პროფესორებდა და გამოუსადეგარ რჩევებს იძლეოდა. ეშმარიტი სიყვარული არის ზომი. ენი იარაღი კიდე შენი სიტყვებია. დემეს რჩევები ვერ მაწნარებდა. მარი 10 წუთში მოვიდოდა. გადავწყვიტე დასამშვიდებლად ძველებური ხერხისთვის მიმემართა. გამოვიღე ჩემი და დემეს გადანახული ორი ღერი და ერთ-ერთს გავუკიდე. დავარტყი ერთი ნაფასი, მეორე, მესამე. სახლში დედმა იმატა და ხმების უფრო გამოკვეთილი გახდა. კარზე ზარი დაირეკა. მარის დანახვა ძალიან გამიხარდა და სახლში შემოვიპატიჟე. ნელ-ნელა წითელი ღვინის სმა დავიწყო. ღვინომ გაასწორო. მარი ეშმაკურად მიყურებდა. რაღაც უნდა მეთქვა. ძალიან ლამაზი ყური გიკეთია. კი არა, საყურე. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, როდესაც ხმებმა უფრო მოიმატა. გაგაფრთხილე. ერთი ღერი 6 კაცს აგდებს თქო. მივხვდი რომ ბევრი მომივიდა და მოლონდებები მეწყებოდა. ბაღშმის შემდეგ ფილმს ჩაუჟექით. უცბად შევამჩნიე რომ ხელებს წონა აღარ ჰქონდა, მაგრამ მკითხა რა მჭირდა. უპასუხე რომ ანდრე მოვიდეხე და ამინდის ცვლილებისას მტკივდებოდა. ფილმში სექსუალური პოლიციელი გამოჩნდა. წამიერად ჩავფიქრდი მარის შემოგზავნილი აგენტი ხო არაა და ჩემი დაჭერა უნდა თქო. გინდა ბორკილები დაგადო. რა? გინდა ყინული დაგადო თქო ხელზე. საპირფარეშოში გავედი. დავგუგლე როგორ გამოფხიზლდე მალე. პირველი ნაბიჯი, ღრმად ისუნთქე. მეორე ნაბიჯი. გადაშალეთ ფეხები და გაიჭინთეთ. დავეჭვდი და სტატიის სათაური შევამოწმე. როგორ ვიმშობიაროთ სახლის პირობებში. ინტერნეტის დობა დავკარგე და სახეზე წყალი შევისხე. როდესაც ბიჭო, ხომ გითხარი სიყვარული ომია თქო. ფილმი უკვე დასრულებული იყო. წყალი ისევ შევისხი და მარისთან დავბრუნდი. მარიმ სიგარეტი მთხოვა და აივანზე გავიდა. ოთახში სისხმარე იყო. დემეს მოჩვენებაც აღარსად ჩანდა და ნელ-ნელა საღ გონებაზე დავბრუნდი. როდესაც სადიყიდა ეს სიგარეტი? მოკლედ, რაღაც მოვწიო. მოკლედ, სახლში წყალი შეწყდა. ორშაბათი იყო, 12 საათი. საქმე არაფერი მქონდა. გასართობად ვცადე რამოდენიმე გოგოსთვის მიმეწერა. სალი სამსახურში იყო. მარიამმა უარი მითხრა. ანიმაც. ხელი ჩავიქნია და ფიქრებში წავედი. სალიმ ისევ მომწერა. შესვენებამდე 1 საათი იყო დარჩენილი. ტანსაცმლის ძებნა დავიწყე. გასარეცხია. გასარეცხია, გასარეცხია. ეს წავა. შემდეგ თავის მოწესრიგება გადავწყვიტე. ჯაგრისი საეჭვოდ მიყურებდა. არასდროს ენდო საეჭვო ჯაგრისებს. მაცივარში არაფერი იყო. პიცა გამოვიძახე. მალე მოვიდა. სწრაფად მოტანისთვის კურიერი ხურდასელოდებოდა. მეტი ფული არ მქონდა. იმპროვიზაციას მივმართა. შევჭამე 1 ნაჭერი, 2, 3. სალის მოსვლამდე შხაპი გაასწორებდა. სალის ჭუჭყიანი ვერ ვნახავდი. დავგუგლე, როგორ ვიბანაოთ წყლის გარეშე. რამდენიმე საინტერესო საიტი ამოაგდო. ზოგი ზედმეტად საინტერესო იყო. წყლის გარეშე ვერ ვიბანავებდი. ვიყიდე 2 ბოთლი. ცივი წყალი გამაციებდა. ჩაიდი მკაცხელებას დიდი დრო უნდა. გადავწყვიტე ძველი ხერხი გამომეყენებინა. შევაერთე 1 გადამყვანი. მეორეც. კიპიწელნიკი ჩავაგდე და ტკბილმა 90-იანებმა თვალწინ გადამერგინა. სანამ წყალი გაცხელდებოდა ზედმეტად საინტერესო საიტებს მიუბრუნდი.
მივხვდი რომ ახალ თაობას სხვანაირი გემოვნება აქვს და წლის შემოწმება გადავწყვიტე. როცა მოკლედ სახლში წყალი შეწყდა. Show me. მოკლედ ფინალს ჩავუჯექი. კვირა იყო. დილით ადრე გავიღვიძე და ევროსთვის მზადება დავიწყე. ტრადიციულად ამოვიტანე ლუდი და ჩიფსები. მშვენიერ ხასიათზე ვიყავი, როცა გუჯამ დამირეკა. გუჯა ჩემი შეყვარებულის მოკრივე ძმაა. გაცნობისას ეგრევე მკითხა: ისე რომელ ნაკრებს ბალეში კობ? ინგლისი. ციგარი. სიცხე მქონდა და რა შეიძლება კორონა იყოს, მაინც არ მინდა რომ გადავიდე. თამაშამდე ვიფიქრე საფეხბურთო ნიუსებს გავეცნობ თქო, მაგრამ ტელევიზორი არ იხლებოდა. მოვსინჯე ერთი კაბელი, მეორე, გადავწმინდა, მაგრამ მაინც არ ჩაირთო. ნეტარი სიბრალი. ფინალი შესაფერის ტელევიზორს იმსახურებს. შევარჩია უახლესი მოდელი, მარტივად გადავიხადე და წამოვედი. ასე ბევრად უკეთესი. თამაშამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა, როდესაც ვიღაცამ კარზე დარეკა. გახსოვთ ჩემი შეყვარებულის მოკრივე ძმაზე რო გიყვარდით? კორონა რა? ადროს კორონაა ბიჭო, ფინალია, მოდი. მოისურვე? გასარეცი. ბი. საჯმა ჩასტვინა და მატჩიც დაიწყო. 26 წუთზე სტერლინგის პასით კეინმა გოლი გაიტანა და გუჯაც გაგუჯდა. პირველი ტაიმი 0-1 მორჩა. მეორე ტაიმი და გუჯას პროფესორობა ერთად დაიწყო. შარდის ბუშტი და გუჯა ერთდროულად მაწუხებდა. 56 წუთზე ინსინიამ გაათანაბრა. გოლმა ხასიათზე მომიყვანა. გუჯამ კითხა რა ყვირილი გამოდიოდაო. რა არაფერი უნტას გავარდოთ. თამაში უფრო და უფრო იძებებოდა. იტალიის კონტრშეტევა და მეორე გოლი. გუჯა გაგიჟდა. ჯერ გვერდით ამსაჯს აგინა, შემდეგ მთავარ მსაჯზე გადავიდა და ბოლოს არმანისაც აგინა. თამაში 2-1 დასრულდა. გაცხარებული გუჯა წყლის დასალევად წავიდა. მე კიდე დივანზე მოვყავდი. როდესაც მიშკა ეს რა? ინგლისია რა? მოკლედ ფინალს ჩავუჯექი. მოკლედ რაღაც წამალი დავდე. კვირა იყო, მზიანი დღე. დილით საშინელ პახმერიაზე გავიღვიძე. წყურვილი მახრჩობდა. დავლია ერთი ჭიქა წყალი, მეორე, მესამე. თავი ისევ მტკიოდა. გამახსენდა რომ გუშინ დემემ რაღაც წამალი მომცა. პახმელიაზე გაგისწორდა დავა. დავლია წამალი, წყალი. გავიდა 10 წუთი, 20, 30. თავის ტკივილმა გამიარა და ენერგიაზე მოვედა. დემეს მადლობის სათქმელად დაურეკა. დემემ მიპასუხა: ვიაგრა იყო შეჩემა გეღადავე. რამენერად ყურადღება უნდა გადამეტანა. ტელევიზორი ჩავდა. ტელევიზორი უარესად მოქმედებდა. რამენერად ენერგია უნდა დამეხადა. დავიწყე აზიდვების კეთება. 1, მეორე, მესამე, აზიდვებმა გაასწორა. შემდეგ მივხვდი რატომაც ასწორებდა და გავჩერდა. სხვა გზა აღარ იყო, ვინმე გოგოსთვის უნდა მიმეწერა. თან ისე რომ ერთ მესიჯში ჩემთან ამოსვლაზე დამეკერა. მოვუხმე ყველანაირ სექსუალურ ფანტაზიას, დავწერე მესიჯი. ჩემი მისამართის დეტალებში მივუთითე და გაგზავნის დროს სალის მაგირად შემთხვევით სალის დედას გავუწევ. დავპანიკდი. არ ვიცოდი რა მექნა. ბოდიში ნათია დეიდა სალის წერდი. უარესია. შემდეგ გამახსენდა სალის გაბრაზებული მამა და ძმა. გადავკეტე კარი, ფანჯარა, მეორე ფანჯარა, ონკადი, მეორე ონკადი. შუქები ჩავაქრე და სალის მამის და ძმის მოლოდინში დავჯექე. გიორგი, რომელი სართულია გამახსენე ჩვენსო? მოკლედ რაღაც წამალი დავლია. მოკლედ ფინალს ჩავუჯექი. შაბათი იყო, ფინალის დღე. საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ მზადება დავიწყე. დავისხი ცივილური. ჩავყარე ჩიფსი. როდესაც სოფიმ დამირეკა. სოფი მითხრა რომ მარტო იყო და მასთან ასვლა შემომთავაზა. აუ კვდები ისეთი გაცეებული ვარ. გაამართლა. თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი. Facebook-ზე ლივერპულის ფოტო დავაყენე, პოსტი დავწერე და დემემ დააკომენტარა. დემე ბავშვობიდან მადრიდის ფანია. თამაში 2 წუთში იწყებოდა, როდესაც კარზე ზარი დაირეკა. სოფიმ გაციების ჩაი ამომიტანა და ცივილუდი ჩაით ჩაანაცვლა. ფინალი დაიწყო. სოფი უინტერესოდ თიჯდა. კითხე თუ რომელი გუნდის გულშემატკივარი იყო. სოფიმ ბარსელონა მიპასუხა. რეალმა შეტევი დაიწყო. მე-9 წუთზე რონალდომ გაიტანა და მაისურის გაიხადა.
სოფის თამაშის ინტერესი გაუჩნდა. შემდეგ დემემ დამირეკა. ბიჭო, რა ანგარიშია ხო არის? ავნერვიულდი და ლუდის დალევა მომინდა. სოფის მზრუნველობა არ სრულდებოდა. უცბად სახლის ტელეფონმა დარეკა. ლივერპული აგებდა. ცვლილებების დრო იყო. როდესაც სოფიმ თქვა: ჩემი აზრით, კლუბმა საყრდენი ნახევარმცველი უნდა მოხსნას და ვინმე უფრო ტექნიკური შემოიყვანოს. გუნდის შეტევაში ჩართულობა უფრო მოიმატებს და უფრო მაღალ პრესინგზე გადავლენ. თორე 85-ში იუვენტუსთან წაგებული ფინალი განმეორდება. ჩავთვალე რომ მომეჩვენა და თამაშს მიუბრუნდი. 78 წუთზე ლივერპულმა რეალი კონტრშეტევაზე დაიჭირა და ანგარიშიც გაათანაბრა. გოლის შემდეგ დემეს დაურეკეთ. დემე არ პასუხობდა. სოფის თამაშის ყურება მობეზრდა და წვენის დასაწურად სამზარეულოში გავიდა. თამაშის მიწურულს ლივერპულის კარში ჯარიმა დაინიშნა. რონალდო მეკარეებისთვის საშიში სამი ნაბიჯი გადადგა. საჯმა ჩასტვინა, რონალდო გამოექანა და მოკლედ ფინალს ჩავუჯექი. მოკლედ კომენტარი დავწერე. უჩაბათი იყო 11 საათი. დიდი ჩხაპი მივიღე და გასვლამდე Facebook-ის დათვალიერება გადავწყვიტე. ერთი შეტყობინება დამხდა. საყვარელი ბებია დაბადების დღეს მილოცავ და 2 თვის დაგვიანებით. Facebook-ზე საინტერესო არაფერი ხდებოდა. უცბად ანიმ სურათი ატვირთა. ანის მეორე თვეა ვეჩალიჩები. გადავწყვიტე რამე ორიგინალური კომენტარი დამეწერა. ენთერისთვის უნდა დამეჭირა, როდესაც ვარღამ ყვავილები დააკომენტარა. არ მიაქციო ყურადღება მშვენიერი კომენტარია. იფიქრებსო ჯელტბენი ხარ. შენ ლაპარაკი შეგიძლია? დამიჯერე გოგოებს უფრო გამბედავი ბიჭები მოსწონთ. არ გაბედო. იფიქრებს რომ გოგოების უნახავები ვართ. ამასობაში ანის მამამ დააკომენტარა. ხაზი გაუსვი იმას რომ მასში მხოლოდ გარეგნობა არ მოგწონს და სხვა ღირებულებების გააჩნია. რამე ისეთი დაუწერე გამომწვევი სექსუალური. მაგის გამო ანის მამამ მის ბოლო შეყვარებულს ორივე ხელი მოტეხა. რა იყო? გეშინია. მეშინია რა შუაშია. მეგონი საერთოდ არ გიყვარს შენ ჩვენი თავი. გიორგი, შენიც უნდა გადაწყვიტო ვის დაუჯერებ, სიმპათიურ, გამბედავ, თავდაჯერებულ მეს თუ გიორგი ვის უჯერებ? მოკლედ კერდი დაიწყე. მოკლედ კომენტარი დავწერე. Xiaomi. მოკლედ დასვენების დღე მქონდა. კვირა იყო 7 საათი. გუშინ ხამის 4-მდე ნიკუშას ძველი შეყვარებულის მესამე დაქალზე სტალკერობის შემდეგ გადავწყვიტე რომ ნაყოფიერი დღე მქონოდა. დილით ცივი წყალი სასარგებლოა. დავასხი წყალი, ჩავყარე ყინულები, დავლიე. ყინულებიც მიყვა. დავიწყე კბილების გამოხეხვა, მათეთრებელი პასტა, ძაფი და გამოხეხვა შეუდექი. ყავის გარეშე დილა წარმოუდგენელია. დავადგი ჩაიდანი, ჩავყარე ყავა. სანამ წყალი ადუღდებოდა, ახალ ამბებს გავეცანი. მორიელებს წარმატებული დღე გილით წინ. მინის გავოგზავნოთ, დაიბოხმება ეგ თევზი. ცოტა გამოუფხიზდი და ოთახის დალაგება გადავწყვიტე. დავალაგე მაგიდამ, მოვასუფთავე იატაკი. გამომწმინდე საწოლის ქვეშ. ცოცხლს გამოყო თმის საკრავები. ძველი პირადობა. ნასვამარო შოკოლადები ვიყიდე და მეზობლის დაკარგული ცუგაც კი ვიპოვე. დალაგებულ ოთახში წამოვწექი. მუსიკა ჩავთე და ცოტა ხნით დასვენება გადავწყვიტე. როდესაც ნიკუშამ დამირეკა. ხო ნიკუშ. რავი არაფერს შენ? ბარის ვუსმენ და რელაქსის წამობს. კარგია, საერთოდ საათში გამომიარე. წავისვი სახის კრემი. თვალის ლაინერი მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ. მარცხენა უფრო გრძელია, მივამატე მარჯვენაც. მარჯვენა უფრო გრძელია, მივამატე მარცხენაც.
დრო მალე გადიოდა. თმის დასწორებაც უნდა მომესწრო. დავჯექი და დავიწყე. თბილმა უთო მძილისკენ წამოხო. მისიზმრებოდა რომ ყველანაირ გემრიელობას ვჭამდი, კალორიულს, ცხიმიანს, მაგრამ სასწორზე ციფრები არ იცვლებოდა, როდესაც უცნაური სუნი ვიგრძენი. მოკლედ დასვენების დღე მქონდა. თუ მოგეწონათ ეპიზოდი, დაალაიქეთ ვიდეო, ხოლო შემდეგი ეპიზოდების სანახავად დააჭირეთ subscribe ღილაკს. მოკლედ დიეტა დავიწყე. ორშაბათი იყო, 11 საათი. დილა ყავით და შოკოლადით დაიწყო. როდესაც მარიმ ჯგუფში დაწერა, რომ კვირას ბათუმში მიდიოდნენ. სხვაზე წასვლა მეზარებოდა. შემდეგ გიორგი მოპასუხა. გიორგი უკვე 2 წელია მომწონს. ამიტომ წასვლის мотиваცია მომეცა. შოკოლადი გვერდზე გადავდე, ავიწონე და მივხვდი, რომ 3 კილო მქონდა დასაკლები. კვირამდე 5 დღე იყო დარჩენილი. ამიტომ დიეტების ძებნა დავიწყე. -10 კილო 3 დღეში. პირველი დღე წყალი, მეორე დღე წყალი, მესამე დღე წყალი, -3 კილო 5 დღეში. საჩემოა. გადავყარე ყველანაირი ტკბილეული, ცომეული და დიეტა დავიწყე. და დროის გაყვანა გადავწყვიტე. ჩავხტე ერთი ვიდეო, მეორე, მესამე. დივანზე დამტენი ვიპოვე. საათს დავხედე. დრო საშინლად ნელა იწელებოდა. ბათუმისთვის საცურაო კოსტიუმების ძებნა დავიწყე. შიმშილისგან ფიქრებში წავედი და რეალობა ამერია. გადავწყვიტე დიეტასთან ერთად ვარჯიში დამეწყო. გავაკეთე ერთი პრესი. მეორე. ამასობაში ტელევიზორში რეკლამა დაიწყო. The Punch Burger Dinner for Breakfast Burger Combo. It tastes amazing. What's in it? ცდუნებას ვერ გაუწელი და საჭმელი გამოვიძახე. ბურგერი მადის აღმძვრელად მიყურებდა. მეორე მხარეს კი გიორგის ცისფერი თვალები შემომციცინებდნენ, ისევ ბურგერი, ისევ გიორგის თვალები. ამ დროს გამახსენდა იაპონელი ბრძენის სიტყვები: "მიიღე ისეთი როგორიც ვარ", ან "მიყურე როგორ ჭამ ბურგერს". და დიეტის ხანგრძლივობაც 2 საათში დასრულდა, როდესაც მარიმ, ჩემი დამტენი გაგხოლია და რომელი სართულია შენი? მოკლედ დიეტა დავიწყე. მოკლედ ნაძვის ხედავდგი. პარისკევი იყო 7 საათი. გადავწყვიტე სახლში საახალწლო განწყობა შემექმნა. მოვძებნე ძველი ნაძვისხე. ნაძვისხე იმაზე ძველი აღმოჩნდა, ვიდრე მახსოვდა. გადავწყვიტე ახალი მეყიდა. ეს ძვირია, ესეც. ეს იაფი იქნება. რომ დავფიქრდეთ, არც ისე ძველია. მოვძებნე სათამაშოების ყუთი. ვართამდე ინსტაგრამზე სურათი დავდე, რომელსაც დედაჩემის ზარი მოყვა. დედა, მიცადია დაგირეკო ცოტა ხანში კოცი. ყუთიდან ამოვიღე სათამაშოები, საახალწლო ნათურები და შოკოლადი. ჩამოვკიდე ვაშლის ფორმის სათამაშო, მსხლის ფორმის, ტაროს ფორმის. ცოტა მომშივდა. Before I pump your guts full of lead. All right, Johnny, I'm sorry. ყუთიდან ამოვიღე დანარჩენი სათამაშოები, ბამბა თოვლი და უთო, რომელიც შარშენ წინ ზამთარში დავყარვი. ნაძვისხესთან ევროპიდან გამოგზავნილი ჭყვიტინა გოჭიც დავდე. ევროპული გოჭი ჩინური აღმოჩნდა. ნაძვისხის მართვა დავასრულე, სურათიც გადაუღე და საკუთარი თავით კმაყოფილი თბილ საწყალში ჩავწექი, როდესაც ანი, ძველი განათებები შენ წაიღე? ხანდახან ცხელდება ხოლმე. საჭმელი გამოვიძახე. შაბათი იყო, 12 საათი. ძილი წინ Facebook-ის სკროლვა დავიწყე. შემხვდა ერთი ჰამბურგერის რეკლამა. მეორე, მესამე, უცბად ძალიან მომშივდა. მაცივარში არაფერი იყო. ვიფიქრე რამე გამომეძახებინა. 3 კილო ისედაც მომატებული მქონდა, მაგრამ გამახსენდა, რომ ზაფხულამდე კიდევ 6 თვეა. შევუკვეთე საჭმელი. დავჯექი და კმაყოფილმა ტელევიზორი ჩავთე. უცბად ჩავფიქრდი, იქნებ კურიერი სიმპათიური, მაღალი ბიჭია, ან რომელიმე ჩემი ყოფილი. ესეთ ფორმაში ვერ დავხვდები. დავიწყე კაბებით. ეს ძალიან აკადემიურია. ეს გათხოვება მინდა სკვერის. იდეალურია. კაბას ერთი ზომით პატარა ბიუსჰალტერი მოვუხდინე. მაკიაჟის დროა. წავისვი პომადა, ტონალური, პუდრი, სუნამო ვიპყურე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. მესამე ზედმეტი იყო. არი ფიქრობს, რომ მხოლოდ გარეგნობაა ჩემი ძლიერი მხარე. ამოვიღე წიგნი, სათვალე, დავასხი წითელი ღვინო. ავანთე სურნელოვანი სანთლები და დავჯექი როგორც ფილმებშია. ღვინო ისეთი გემრიელი არ აღმოჩნდა, როგორც ფილმებში ჩანს ხოლმე. ამასობაში კურიერიც მოვიდა. მოამზადე სექსუალური მზერა. კარი გამოვაღე და მოკლედ საჭმელი გამოვიძახე.